მოგესალმებით ყველას, დაბრუნდით მაფია 2-ით. მოკლედ, რამდენიმე პრობლემას წავაწყდი. კი ახლა იმ დღეს ვიღებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ ის ვიდეო დავაედიტე, მერე დავდე და მერე წავშალე ის ვიდეო და მერე მოკლედ რაღაცები გავაკეთე. არც მინახავს ის ვიდეო თავიდან ბოლომდე და არც ვიცი რამე შეცდომა თუ მოხდა მაგის გამო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩემს დედისკზე აღარ არის მეტი ტევადობა, იმიტომ რომ გადმოწერილი მაქვს ბევრი თამაში. Mafia 2, CS:GO, Fortnite, ну Battle Pass-ის გამო და Battle Pass-ს რო დავხურა Fortnite-ში, მე მაგას მოვიშორებ, იმიტომ რომ ანუ ისეთი თამაშია, რომ თან კი მინდა რომ გავაგზავნო და 1000-ში ერთხელ შევიდე, აი თუ ძალიან მოვიწყენ და არაფერი არ მაქვს საქმე, მაგრამ თან კიდე დიდად არ მინდა და არ მეხალისება, თან 70 გიგაბაიტია თუ 80 გიგაბაიტი, ხო და ეგ არის ერთი საქმე. Resident Evil 5 კიდე, რომელიც მესამეჯერ დავხურე, მაგრამ ერთი DLC დამჭა დასახური და მაგასაც რომ მოვრჩები, მე მაგ თამაშს წავშლი, რომელიც არის თუ არ ვცდები 17 გიგაბაიტი. კიდე CS:GO მე მგონი თქვი, Borderlands-ი მაქვს კიდე გადმოწერილი და ნუ ეგეთი თამაშები რა. და ჩემს ლეპტოპში კიდე დაახლოებით არის ტევადობა 500 გიგაბაიტი ჯამურად. უპს. ეგ არ მინდოდა უბრალოდ ესენი არ მინდიან და მომიწია. ხო და ამდენი თამაში რომ გადმოწერილი და პლუს კიდე 20 გიგაბაიტი რო რჩება ხოლმე მთლიანი ეს თამაში. არა უშის გაც. ხო, დიდი ხანი რო ვიღებ თამაში კიდე არის რაღაც მოსრივალ და ეგ 20 გიგაბაიტამდე ვიდეო და მე მიწევს რომ აი დაედიტების დროს კიდე ცალკე 10 გიგაბაიტი რჩება და ტევადობა აღარ არის. ხო და რა ვიცი, ცოტა პატარა ვიდეოს გადავიღებ ახლა და მე თბილისიდან რომ ჩამოვალ კიდე და მექნება დრო გამოცდების მერე ალბათ. მე ვეცდები რომ კიდე რაღაც თამაშები წავშალო, მოვიშორო და ნელა ვეცდები რომ ეს თამაშიც კიდე მორჩეს. ამ თამაშებს ყოველთვის ვიღებ სამშაბათს და ხუთშაბათს, იმიტომ რომ სამშაბათს და ხუთშაბათს ვისლი და მაგ დროს მაქვს რა შესაძლებლობა. ანუ არ მინდივარ უნივერსიტეტში, იმიტომ რომ მაინორი საგანია და მაინორზე დიდად არ იკლავენ თავს. ხო და არც მე არ დავდივარ ხოლმე, თუ ტესტი არა გვაქვს. ხო და სამშაბათი და ხუთშაბათი კიდე არც ისე ხშირად არის ხოლმე. მაგრამ ხო, ეგ უკვე განმარტება მორჩა. ეხლა მოვისმინო თუ რას ლაპარაკობენ და ვეცდები რომ ნენელა გადავთარგმნო მე. მოკლედ, მე მგონი ეხლა ლაპარაკობენ იმ ადამიანებზე, ვისთანაც მივდივართ რომ მანქანა მოვიპაროთ და ესე იგი ისინი შენო არ შეგეხებიანო დიდადო, იმიტომ რომ იმათო თავისი გაჭირვებიათო რა და ერთმანეთს კლავენო და ერთმანეთს ეჭხუბებიანო ყოველთვის შენ კიდე არ შემოხედავსო არავინო. მე ვიდეო მუთხრა იმ ჯოუს რომ შენ ხა იარაღსაც ატარებო და კიო და ხო იციო მე ეგეთო და პრობლემური რო შეიძლება რომ იყოსო. ხო და რა ვიცი, ნახოთ რა მანქანას ვიპარავთ, არ ვიცი ზუსტად და კუპერვარი კი ვიცი, მაგრამ დაახლოებით ესეთი იქნება ალბათ რამე უი იმედია სულ ზამთარი არ იქნება აქ, ანუ ცუდი არაა, მაგრამ რა მაინც ზაფხული და ეგეთია ისინი უფრო კარგი იქნება. მაგრამ მანქანას უხდება სამაგიეროდ ზამთარი. ზღუდაშორის არ ვიცოდი, მაგრამ soft top-ები რომელ მანქანასაც აქვს, ანუ ეს თავზე რა საკეთებ თვალხო. თავზე გადასაძრობი რა ესე რო ვთქვათ. მაგაში წყალი გადის თურმე. და ძალიან ბევრი წყალი გადის და ეგ არ ვიცოდი, მეგონა რომ ცოტათი მაინც აკავებდა, ანუ პრეზენტივით იყო. აი ესა. Do it quick and get the fuck out of there. Break a window if you have to and go. I'll wait for you back at Mike's. What if I run into problems? მალეკიანიო რა, თუ დაგჭირდაო, მაშინ იგიც გადახეო ფანჯარაო. I hear they're hiring down at the factory. Right, just asking. Good luck, pal. I see you back at Mike's. და რა მოხდება თუ პრობლემა შემექნება და ვერ გავაკეთებ ამას, მაშინ მოაგვარეო რა, როგორაც იქნება საჭირო ისე მოაგვარეო. მიხედე საქმესო. კარგი, იქიდან გამომდინარე რომ ამას მიჩვენებს ესე დიდი ვარაუდით აქ უნდა შევიდეთ და შუმად უნდა მოვკლათ აქ ოფი დაცვა, ხო? Hey, what the fuck are you doing over there? Ah, shit. ვერ ურტყამ რა. დაარტყი ძმა. HP-ს რომ მიჩვენებდეს და სიზუსს რამდენი აქვს ამას კარგი მე მგონი დანაგდა არა მეთქი ნოკაუტი შევაგდეთ ხო მაგრამ ჯერჯერობით არა კაი ძმა ეხა ისეთი აფერკათი მოხდა და კიდე თუ ნოკაუტი არა ხარ კიდე კაი და ამ მანქანისთვის ამდენი ვიარეთ და ამდენი ვიწოლეთ ნუ პრინციპში შეიძლება იმ პერიოდში კარგი იყო ეს მანქანა ეს ის ტიპია რა ეხა ნოკაუტი ჩავაგდეთ თუ ახლა Hey, what you doing, motherfucker? კაი, მომიწევს მე მგონი გატეხვა. თორე ესენი მომკლავენ მე აქ.
წადი მალე. Საღაცაო შეაფარეო თავიო მითხრა. მოიძე, რავი, მანქანის დაშლა უნდა და ესე რავი, დახროტილი მანქანა არ ამგონია რამეში გამოადგეს იმას. ხო და რა ვიცი. ჯერჯერობით არ ვიცი, ნახანი ვიღებ, მაგრამ ვიდეო უნდა გამოვიდეს დაახლოებით 15 წუთიანი მაინც, რომ მთლიანად არ გადაავსოს მთელი კომპიუტერი და არ გაეჭედოს და მერე არ გაითიშოს. აუ, ეს მანქანა დაიშლება და გაიყიდება კი არა, აღარ ვარ გაარებად, უკვე ჯარში უნდა ჩააბაროს. ისე რამდენი ცილინდრიანი იყო ნეტა ეს მანქანა, იმიტომ რომ ძველი მანქანები ხშირად უფრო მე როგორც ის ყოველ შემთხვევაში იყო 8 ცილინდრიანები, მაგრამ ეგენი ალბათ უფრო მასილკარები რა, ის დოჯი და კამაროები და მსგავსი. მაგრამ ესენი ალბათ იქნებოდა 6-იანები, უფრო 6-იანი. ორი ის პრინციპში 2 ცილინდრიანს არ ვიცი გააკეთებენ თუ არა იმ პერიოდში, იმიტომ რომ რავი 8 ცილინდრიანი ძრავები რომლებიც იყო, ისინი გამომუშავებდა რაღაცა 200 ცხენს და ზოგჯერ 300 ცხენს კიდე მაქსიმუმ. და 6 ცილინდრიანი რას გამომუშავებდა იმდენს, ნუ 6-იანი კი არა, 2-იანი უფრო სწორედ. თუ 4, ხო 4. Subaru-ებს აქვს როგორც ისე 4 ცილინდრიანები, მაგრამ თანამედროვე ერაში ახლა 4 ცილინდრი ბევრია. და ისეთ რაღაცებს აკეთებენ. თუ აუზები Ford GT რო არის ახალი, მაგას აქვს 6 ცილინდრი და გამომუშავებს რაღაცა, მე მგონი 1000 ცხენამდე თუ რაღაც ეგრე. კარგად ახლა ვერ ვარკვევი მაგ რაღაცეებში, მაგრამ დაახლოებით ანუ წარმოდგენა მაქვს და წარმოდგენა რომ მაქვს, მაგ წარმოდგენით ლაპარაკობ, შეიძლება რაღაცაში ვცდებოდე. ხო და იქიდან გამომდინარე რომ ახლა 8 ცილინდრიანები ვერ ერეოდა წესიერად მანქანას, მაშინ 4 ცილინდრიანი ვერ მოერეოდა, შესაბამისად მგონია რომ ყველა მანქანა აქ ახლა ესენი რაც არიან, ან 8 ცილინდრიანია, ან კიდე 6-იანი. 4-იანი არ მგონია. კიდე არ ვიცოდი რომ 5-იანები არსებობდა, მაგრამ როგორც ჩანს 5 ცილინდრიანი მანქანებიც არსებობს და შეიძლება რომელიმე აქედან 5-იც იყოს. ვინ იცის? მე მეორე მხრიდან წავედი. კაი, გასაგებია. და აქ ჩაპტერები არ მთავრდება როგორც ჩანს, აი პირველში ხო იცით, ანუ პირველ მაფიაში ჩაპტერები მთავრდებოდა და ეწერებოდა ხოლმე იქ, რომ აი პირველი თავი დამთავრდა ამ და ამ დროს. მაგრამ აქ ეგრე არა როგორც ჩანს. მაგრამ გარემო ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძველი თამაში არის და არ არის რა, ანუ ეს definitive edition-ი გამოყენებული კარგად და არაფერი. ფაქტობრივად რემასტერივით არის. აი, გონი ახლა ახალი ჩაპტერია ეს. მოუყვანე მანქანა, მაგრამ არ უნდა გაარფრათ. Hey, mission accomplished. How'd it go? Piece of cake. რა ქენიო? Except for the fact that the car Martwili belonged to a bunch ora. of bullies who immediately tried to kill me right after you left. Probably the bombers. Hunter's their neighborhood. Guys like that, you don't have to worry about them. They just hang out on the street, talk shit, steal shit, and smoke ნუ dope. ბიჭებიო დამხნინო რა ეკო იქ და ჩემიმოკლა უნდა დათო, მაგრამ ნუ მაგენზეო ნუ ინერვიულებო რას უკუჩაში არიანო. Stains, clean. The lowlife get the money for this. Probably stole it himself. It's nice though. თვითონაც მოიპარავდაო ის How much did I ვისაც say იყო ეს I give you მანქანა. for it again? რამდენი გითხარ, რამდენს მოგცემდიო? 600. 400. I like your buddy, Joe. 600-იო, არა და 400 უთხრა. $400. Stop by again, okay? We can do some more business. Yeah, you bet, Mike. I see you, Mike. I'll stop by again real soon. All Me right, too. boys. I'll see you later. Here's your 300 bananas. I'm taking my cut as the middleman. Next time, you're on your own. აჰა. Right, thanks, გასაგები. ესე იგი მოატყუა რა ვიქომ რომ რამდენი გითხარიო და თავიდან ხო უთხრა იმ კაცმა ჩვენ ხო გითხრა 400 მოგცემთო, მაგრამ ამან უთხრა რომ 600 მითხარი ვარ გახსოვსო და ნუ მიხვდა იმან რომ ვატყუავდით ჩვენ. ხო და მოგცა 400 და ჯოუმ წაიღო მაკედან 100, იმიტომ რომ მეო მოგიყვანეო ამ სამსახურშიო და მე დაგეწყებიო ვითომ ეგ მუშაობაო, ხო და მაკიდო $100 უნდა წავიღებო და 300 შენ დაიტოვეო. და ნუ ეგრე მოვაგვარეთ ეგ საქმეც. ნუ კარგია მაინც ახლა ამ პერიოდში $300 დიდი ფულია. დიდი ფულიცაა და кайფულიც არის, მაგრამ ეხლა რაც მაინტერესებს მე, მანქანა როგორც ჩანს კიდე ისრება, რაც გასაგები არის და რეალისტური არის ძალიან, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეხლა ჩვენ ეს მანქანა? პირველ ნაწილში რო დააყენებდი მანქანას და გარაჟიდან გამოიყვანდი, ეგრევე გაკეთებული იყო ფაქტიურად. You pulled off that job without fucking it up. Nice going. აქ კიდე ალბათ იქ უნდა შევიყვანოთ? ოჯახო რა კაი სამუშაო გააკეთეო, ხო, მაგრამ გინდა გამოვგდიო. That's all part of the deal, pal. ხო, მაგრამ ეგ ყველაფერი Besides, ნუ it ain't like you're ნაწილი არისო რა qualified. მისი სამუშაოს. I guess you're right. Don't worry about it. It's all
all gonna be a piece of ვი გამოჩამოსახვევი. I'm just a girl, გამოჩამოსახვევი. კიდე კაი შევასწავლეთ. So, what's the story with Brewski? Mike's Brewski-სთან რა ისტორია არისო? grouchy, but he's always got a scam going. He deals with stolen cars mostly. Spent some time inside a while back. I heard he used to stick up gas stations back in the day. You gonna make him pay the cleaning bill for your jacket? Nah, I'll let that one slide. I do a lot of business with the guy. მოკლედ სკამერი არისო რა. ადრეო კიდე ციხეშიც იყო ეგ, იმიტომ რომ ძარცვავდაო ბენზინგასამოსადგურებსო. Beat the shit out of him till he went blind in one eye. For a lousy $10. You believe that shit? Sounds like kind of a scumbag. Hey, you just gotta know how to handle these people. And Mike's a pussycat. Hey, is there a safe place to park around ხო here? და რა სიზამო მე ანუ მაგ ჟაკეტის გამო რო დაგისვარა გადაახტები ფულსო და არა კაცო არა მაგას გავატარებო. The streets are full of criminals these days. ეს არის ჩვენი გარაჟი. აქ დააყენე მანქანაო, იმიტომ რომ კრიმინალებიც არის უსავსე აქაურობა როგორც ჩვენ რა თქმა უნდა და მოგპარავენო. ხო და ოპტენი აი ეს არის ჩვენი მანქანა, ჩავაყენოთ ახლა გარაჟში. შენს როლ ჩამიჯექი ახლა ეს ავტომატურად გაიღებო ეს გარაჟი დავიჯერო? ესე იგი პარკინგ სო. მისი ჩაყენდა, გასაგებია. ეხლა ალბათ ჯოუსთან მივდივართ. მე მგონი. ხო, აი ჯოუსთან მივდივართ. ეხლა ამას კიდე გოგუები ეყოლება აქ როგორც წინაზე ყავდა. ამ ვიდეოს მე სხვადასხვა არ ვიცი როდის დავდებ ვიდეოს მომდენოს, იმიტომ რომ როგორც გითხარით უკვე სამშაბათს მიწევს რომ გავიდე უნივერსიტეტში, რადგან ტესტი მაქვს წელი, სამშაბათობით არ დავდივარ ხოლმე, მაგრამ ამ სამშაბათს უნდა გავიდე. ხო და მე კიდე თბილისში მიწევს გასვლა დაახლოებით შაბათ-კვირას, ალბათ ორ შაბათამდე და ხუთ შაბათს შეიძლება ვიდეო კიდე გადავიღო ერთი. მაგრამ მანამდე არ ვიცი. If you're hungry, there's some food in the refrigerator. ამიტომაც ცოტა თუ დამაგვიან და იმედია რომ You're hungry, Vito? Take whatever you პრობლემა არ want იქნება. from the fridge. ამას ეხლა მაგიტო ვიღებ კიდე ერთ დღეს დაჟე, ანუ ერთ დღეს ვიღებ ორ ვიდეოს. სამი შეიძლება, მაგრამ მე კიდე საქმეები მაქვს ხო, ანუ აქ საგამოსტო რაღაცების გადახედვა მიწევს და ხო ხდებით. კაი, თუ რაღაცა გინდაო, მოცივაში არის და დალიეო. მე მგონი გამოდამელია, მაგრამ მაინც. ის მომიმატა, HP მომიმატა. კაი, გასაგებია. კიდე რა გვინდა? Crash on the kitchen. უნდა დავიძინოთ. კაი, არა პრობლემა. და დიდი ვარაუდით უკვე ეს ნაწილი, აი ხო, chapter 2. ნუ მესამე chapter-ზე გადავიდეთ უკვე, ანუ მესამე თავი არის. თამაში დაახლოებით არის იმხელა, რამხელა, არა, ცოტა პატარა არის, რამხელაც იყო პირველი ნაწილი. და არ ველოდი სხვადასხვა რომ ესე ძალიან მოგეწონებოდათ ეს მაფიის სერიები. მე უბრალოდ მინდოდა რომ გადამეღო და ვფიქრობდი რომ მეთქი არ შეხედავს არავინ თქვა მაფიას, მაგრამ როგორც ჩანს ხედავენ. სხვადასხვა კიდე ქართული YouTube-ში რაც არ მომწონს ერთი ის არის რომ არ უყურებენ რა აი დიალოგებს რაღაცებს სერიოზულად და ჰე ხა გადავახტეთ მალე ამ დიალოგს არ გვაინტერესებს ეგ ექშენი გვინდა ექშენი და ვერ იგებენ ხოლმე ვერაფერს ან კიდე რავი დიალოგების პროცესში რომ ლაპარაკობენ და რაღაცა მსგავსი ანუ ისტორია თამაშის არ იციან ერთი ორ რაღაცას გაიგონებენ და ეგრე ვითომ ხდებიან რაღაცას და ეგ არ მომწონს და მაგიტო არ უყურებ გეიმპლეიებს დედა გვირეკავს ახლა სახში ატუ არ მოდიო I didn't know you had Joe's number. ანუ მე შემეშინდაო რა So have you spoken to Mr. Papalardo? Find yourself a job. შენო საიდან ეკავს ჯოუს ნომერიო? ან რომელი ტელეფონი მიეკავს საერთოდ დედამის ეუბნება. All right, bye mama. მაგრამ დედამ არ უპასუხა. საიდან იცის ჯოუს ნომერი ან ვისი ტელეფონიდან ურეკავს ჯოუს. უბრალოდ კითხა იმ პაპაიას და თუ რაღაცა ჯანდაბა არის მოკლედ ეს კაცი იმასთან რომ მიდიოს მსახურისთვისო და მე მგონი არაო თუ რაღაცა უთხრა ეგრე. კაი, ჩავუჭდე ხა ტრანსლაციები, გარეთ გავიდეთ. არ ვიცი რა მისია არის აქ. ნახოთ ეხა უწევ. აუ, რა მხელაზია. ესე იგი უნდა ეხლა ვხვდებით იმას. სამსახურისთვის. და პრინციპში კარგი იქნება ისე რომ ანუ ორი სამსახური გავაკეთოთ ერთად. კაი, ძმა დაწყნადი. ხო, როგორც ამბობდი, კარგი იქნება რომ გავაკეთოთ ორი სამსახური. ერთი ნამდვილი, ანუ რაც დედამ დაგვავალა რომ ვითომ მიდიო რა იმასთან და იმუშავეო და ფულს მიიღებო. მაკედან მოგვივა შემოსავალი, პლუს კიდე მოგვივა შემოსავალი იქიდან რომ ვეტერანი ვარ და ჯარში ვიყავით, რაღაცა $20 არის თვეშიო. ნუ იმ პერიოდისთვის ეგ ალბათ $200-მდე იქნებოდა, რომ გავაკეთოთ ასე შეჯამებასავით. და პლუს კიდე მანქანები მივუყენოთ იმ ადამიანს და გვექნება სამი სამუშაო ფაქტიურად რისი დახმარებითაც ფულს ვიპოვით მარტივად.
160 ცხენი აქვს თითქმის. და ყველაზე სწრაფი არის 91 მილი, რაც იქნება რაღაცა 150 კმ/სთ. კარგი, ნუ როგორ ჩანს შეგვიძლია გაკეთება, მაგრამ ნახე ფული ღირს ეს. მანქანა რო გავაკეთოთ დაჯდება $43. ჩვენ კიდე $300 გვაქვს და 2000 გვინდა ჩვენი მშობლებისთვის, რომ დავეხმაროთ და იმ ვალდან ამოვიდნენ. ხო და გავაკეთოთ ეხლა, მაგრამ ეგ იმას ნიშნავს, რომ მოგვიწევს უფრო ფრთხილად ვიყოთ ხოლმე და ანუ არ დავამტრივოთ რა მანქანა. კაი, გავით. ერთი კიდე რაღაცა ეხლა რაც მაინტერესებს, ანუ დაუშვა და მანქანა დავტოვეს რაღაცა გარეთ. აუ რა ლამაზია არა და ძალიან ლამაზი მანქანა არის. დაუშვა და მანქანა გარეთ დავტოვე, ხო? მე გარაჟში გაჩნდება ეს მანქანა თუ მომიწევს რომ გზაში მოვიყვარო მანქანები. აუ რა ლამაზია, ხო არ გადავალ. ამას ფოტოს გადავიღებ უცებ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზი რაღაცაა. უი, რა ლამაზია. არა რა, აი არ მისმის იმ ადამიანების, ვინც $300,000 ხარჯავს რაღაცა Porsche-ებში და ახალ მანქანებში, Porsche ეხა მაგალითად მოვიყვანე, მაგრამ შანსი აქვს მაგ ადამიანებს, რომ ესეთი რაღაცა სილამაზე იყიდონ და ამას არ ყიდულობენ. ხვდებით? და Porsche-ს ყიდულობენ, ან თუნდაც რაღაცა Ferrari-ს და ამ შემდეგ. პირადად მე ამას უფრო ვიყიდიდი. და დამიჯდებოდა ეს რაღაცა მაქსიმუმ რაღაცა $50,000 და დამჩებოდა $250,000. მივიყვანდი ვიღაცა ხელოსანს, ნაწილებს რაღაცეებს როგორმე გამოვიწერდი, რაღაცა ვიპოვიდი და დამჩებოდა ესეთი მანქანა, რომლის ყურადღებასაც მიიქცევს, ან რომელიც მიიქცევს უბრალოდ ყველა ადამიანის ყურადღებას მთელ დედამიწაზე. ბავშვი, დიდი, მოხუცები ხო განსაკუთრებით, იმიტომ რომ მსგავსი მანქანები აინტერესებს მაგათ. და ასე შემდეგ. ეხლა ვერ გამოვიყენებდი ამასაც, თქო უნდა მე ტრეკისთვის და ვიღაცას ვერ დაუდგებოდი ამით, მაგრამ ესეთ სილამაზეში რო ზიხარ, არც გჭირდება რომ ვიღაცას დაუდგე საერთოდ. მით უმეტეს, ნახე, ისიც ეხდება თავზე. ხო და ეგრე და ეგრე, მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, თუ მოგეწონათ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დიდ ვიდეოს ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ტევალობა აღარ მოქვს, მაგრამ ეგ არაფერი. გამოგივით ხმაც კაი აქვს ეს ხოდაშორის. ხო, წავედი ხა, წარმატებები ყველას და დროებით. იქ ვიღაცას გადაუყურეს მე მგონი.